გადაცემისთვის გზავნილი საზოგადოებას. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, ჩვენი ტელევიზია გთავაზობთ გადაცემათა ციკლს გზავნილი საზოგადოებას, სადაც მოზარდები მათთვის აქტუალურ თემებზე საუბრობენ. ჩვენში ღვთის მადლით არის ძლიერი გენი, ისეთი გენი, რომელიც იყო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელში, წმინდა თამარ მეფეში. ჩვენში არის სისხლი და ხორცი ჩვენი წინაპრებისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე. ჩვენი პრობლემები ახალგაზრდობის ძირითადად არის, რაც მე ვნახეთ თქვენ გადაცემას მეტნაკლებად უყურებ და ბავშვები ძირითადად გამოდიან და თავის პრობლემებს ეძებენ სხვებში და მე პირადად ვთვლი არ ვეთანხმები ამას, რადგან პიროვნულად ადამიანმა თავში ნავაძევას ეს პრობლემა, რადგან თუ ესე ვერ მიაჩნია ადამიანი დამოუკიდებლობას, ხშირად აბრალებს მასწავლებლებს, სხვა მეგობრებს დამქცინია, მაგრამ ეს პიროვნული სიძლიერე არის, მან უნდა გადაალახოს ეს პრობლემა, თავად უნდა დაძლიოს ეს პრობლემა და გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში. და თუ ადამიანი ამისთვის ხოჭ დახმარებას ითხოვს, ეს გაგრძელდება მის მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება მას ეს და იქნება დამოკიდებული სხვაზე. ამიტომ მე ვთვლი, რომ ადამიანმა ყველა ბავშვი რომელიც გამოდის, მან პირველ რიგში თავის თავს უნდა მოკითხოს ეს ყველაფერი და თავის თავში მოძებნოს ძალა, რომ ეს პრობლემა გადაალახოს. ეგრეთ წოდებულ თინეიჯერობის ასაკში ეს ასაკი ყველა ადამიანისთვის და მოზარდისთვის რთულია, რადგან ჩვენ ამ პერიოდში ვყალიბდებით და ვიძენთ ჩვენს პრინციპებს. ამ პერიოდში სამწუხაროდ ხშირია მოზარდებში ერთმანეთისადმი დამცირება და დაცინვა. მე ვთვლი, რომ ეს ყველა დაუშვებელია, რადგან ყველა ადამიანი თანაბარ უფლებიანია და ღმერთმა ადამიანის შექმნა ხატად და მსგავსად ამიტომ არავინ არავის მეტი არ არის არა. შეიძლება ჩამოსული არის სოფლიდან და იმასთან დაკავშირებით არის დაცინვა ხდება ამასთან დაკავშირებით და ხშირად არის ეს პრობლემა. საზოგადოებაში ხშირად არის უფრო მეტად თინეიჯერებში დაცინვა, გარიყვა და ბევრი სხვა ბოღმა ესე რომ ვთქვა შური და სხვა მრავალი თვისებები. ჩემს კლასშიც არის ეს პრობლემები, ხშირად ბიჭები არიან ცუდად განწყობილები გოგოებისადმი, რომ უნდათ რომ შეურაცხყოფა მიაყენონ, რაც დაამცირონ და აგრძნობინონ, რომ მასზე მეტნი არიან. ჩემთან მიმართებაშიც არის ხოლმე, მაგრამ უფრო მეტად მე ეს არ მწყინს, მე უფრო ხუმრობად ვიღებ, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კლასელი ძალიან ცუდად იღებს, გულთან ახლოს მიაქვს და ყველანაირად ვცდილობ რომ გამოვასწორო, მაგრამ თუ ეს თვითონ ბიჭებმა არ მიიღეს, რომ ეს არ არის კარგი თვისება, ვერაფერი ვერ მოხდება. მეც ამ წლოვანების ასაკისაკიც შევეხები, რომ ხშირად ჩამოყალიბების პროცესში როცა არის ბავშვი, რაღაც პრობლემა აქვს და სხვანაირი შეხედულება შეიძლება კონდეს განსხვავებით იმ მასწავლებლისგან და მშობლისგან და მაგას ვამბობ, რომ უნდა მოეკიდონ უფრო გაგებით ეს მასწავლებლები, მშობლები და დიდი ადამიანები რა. ძირითადი პრობლემა მართლაც ის არის, რომ ბავშვები ვერ უგებენ ერთმანეთს, ჩვენ ასაკში ხდება დაცინვა და ხშირად შევსწრები ვარ ესეთ ფაქტებს და ძალიან ასე რა თქვა სასტიკად იციან ზოგჯერ გარიყვა ერთმანეთის და მართლაც ყველაზე ცუდი პრობლემა ეხლა ჩვენ ასაკში არის ეს. ჩემი აზრით ეს აგრესია ჩვენ წლოვანებაში ჯერ გამომდინარე იქიდან რომ ასაკი არის ესეთი, ალბათ უნდა ცხოვრებაში თვითდამკვიდრება და ალბათ ამის გამო უწევთ აგრესიის რომ ვიღაცასთან რაღაც თავი წარმოაჩინოს რაღაცამ რომ შემდგომ დამკვიდრდეს და არ დაიჩაგროს. ზოგი ეგრე იმკვიდრებს და ვინც არ არის ეგეთი პიროვნულად ირიყება ბავშვები აგრესიით ექცევიან, დაცინიან და ასე შემდეგ. ნუ ჩემი აზრით ეგ უფრო გამოწეული არის საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს ისეთი არაფერი რომ ანუ ორგანიზაცია არ ამი დაწესებულება, სადაც ადამიანს ბავშვებს ჩვენ ასაკში გააგებინებს თავის უფლებებს, იმიტომ რომ ადამიანმა როცა არ იცის თავის უფლებები, ანუ არ იცის იმის უფლებებიც და ერთმანეთის უფლებებში იჭრებიან ძალიან ცუდად ესე ვთქვათ. პრობლემა არის ურთიერთობა მშობლებთან დღესდღეობით. ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ალბათ ასაკის ბრალია, ან შეიძლება გარემოს ბრალია, რადგან დედაჩემს აღიზიანებს ის გარემო, სადაც მე ვტრიალებ. დრო და დრო ჩვენ შორის იწყება რაღაც გაუცხოება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მოგვარებადია, თუ რა თქმა უნდა ორივენი წავალთ დათმობაზე. ასაკი გვაქვს ამ პერიოდს ძალიან რთული, რადგან გარდატეხა ხდება, ყველა შეხედულებები გვეცლება ზოგადად გარემოზე და სხვა თუნდაც მეგობრები შეიძლება ძალიან
ძალიან ბევრი მეგობარი დაკარგო და ძალიან ბევრი ახალი შეიძინა და ყველანაირად უნდა შევეცადოთ რომ რა თქმა უნდა დათმობებზე წავიდეთ ჩვენც და სხვაებიც და ასევე მშობლები და უფროსები უნდა შეეცადონ რომ გაგვიგონ რადგან ყველა ბავშვის ცხოვრებაში ეს ასაკი და ყველას ეცვლება ასე ვთქვათ შეხედულებები გარემოზე ზოგადად ანუ რამდენიმე პრობლემა უკვე ითქვა მაგალითად მშობლებთან კონფლიქტი და ერთმანეთის დამცინავი ლაპარაკები, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ამ ასაკში ანუ ვერ ხვდება ბავშვი ისთვის უნდა ისწავლოს და მომავალზე ვერ ფიქრობს, ანუ რომ გავაისწავლები ვერ ისწავლის, მერე რას გააკეთებს. და ანუ ეს არის კიდევ ერთი პრობლემა. დანარჩენი უკვე ითქვა ძალიან ბევრი რაღაცა ვეღარ დავამატებ. ჩემი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში მთავარი პრობლემა არის ადამიანის ზრდილობა, არა მარტო ბავშვებში, არამედ მოზარდებშიც და უკვე ასე რომ ვთქვათ სტაჟიან ხალხშიც. არიციან უფროსების და უმცროსების პატივისცემა. ელემენტარული ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან განათლებული, მაგრამ არ ქონდეს ეს თავარი პიროვნული თვისება ზრდილობა. რადგან კარგად სწავლობენ, გონიათ რომ ეს განათლება რაღაც წინ წაწევთ მას ცხოვრებაში. მაგრამ ის პიროვნული რაღაც შავი ლაქა მაინც რჩებათ მათ ეს ზრდილობა. ახლანდელი ბავშვების ყველაზე დიდი სენი არის რომ არ უყვართ ბავშვებს წიგნის კითხვა. ეხლა არც მე არ მიყვარს წიგნის კითხვა, ვერ ვიტყვი რომ მიყვარს მეთქი, მაგრამ როცა მიშდება სრული გარკვეული პრობლემები მექნება, ანუ ვერ ვასწრებ, ან დრო არ მაქვს ამისთვის, ან კიდე ვიღლები და ესე ასე რომ მან ძალიან დიდ პრობლემად მიმიჩნია რომ ესე არის ეხლა. მიმიჩნევა ფიქრობას. ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოზარდებში არის მათი ასაკი, ასე ვთქვათ, გარდატეხის პერიოდი, როდესაც ბავშვები ერთმანეთს დასცინიან, ან აბუჩად იგდებენ, მაგალითად, როდესაც ახალ ბავშვს ვერ იღებენ კლასში, ხდება დაცინვა, დამცირება და თითქოს ის ბავშვი თავს გარიყულად გრძნობს, ერთგვარი მეგობრული წრე არ იქმნება და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. ჩემი აზრით, მოზარდებში ზოგადად გარდატეხის ასაკი არის ყველასთვის პრობლემა და ყველა დროში იყო ეს, იმიტომ რომ ზოგადად ცხოვრებაზე შეხედულება გვეცვლება, რაც მეგობრებს ვარჩევთ, მაგალითად, ზოგს კარგავთ, ზოგს ახალს ვიძენთ და მე როდესაც ვისდევით, მე ვაანალიზებთ, როგორ მოვიქეცეთ და ჩემი აზრით ეს პრობლემა, აი ყოველთვის პრობლემა დარჩება და ამის გადაწყვეტა მხოლოდ მშობლებს და ზოგადად უფროსებს შეუძლიათ. ჩემი აზრით მთავარი პრობლემა ზოგადად საქართველოში არის ის, რომ ბავშვები დადიან სკოლაში და ვერ აანალიზებენ იმას, თუ რა არის ეს, რა ადგილია და ვერ ხვდებიან იმას, რომ დაახლოებით 70% რომ ეს არის ადგილი, სადაც უნდა ისწავლო. ჩემი აზრით თინეიჯერის მთავარი პრობლემა ეს არის 14-15 წლის ასაკი, არის ურთიერთობა. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრებთან, მშობლებთან, მასწავლებელთან. ზოგი თავის ადგილს იმკვიდრებს, ანუ და ზოგიც კი ჩაგრავს თავის მეგობარს, ყალბ მეგობარს და ანუ ვისაც ჩაგრავენ, ჩემი აზრით მათი მთავარი გამოსავალია, რომ სხვა საქმიანობით აკავდეს. ეს შეიძლება იყოს სწავლა, სპორტი და ასე შემდეგ და ვინც ჩაგრავს კი შეეცადოს რომ გამოსწორდეს და არ დაჩაგროს. ყველაფერი თქვა ძალიან ბევრი რამე თქვა და მე პირველ რიგში ადამიანში მართლაც ვაფასებ, აი ნიკუშამ სალიამ თქვა ძალიან კარგად ყველაფერი და რავი მე ძალიან ბევრჯერ მქონია პირადად შეხება ძველ სკოლაშიც, ახლა ახალ სკოლაშიც რო არიან ისეთი ბავშვები, პატარა ბავშვები, რო დიდებს ეუზდელებიან და სრული პატივისცემით არ ეკიდებიან. ჩემი აზრით პრობლემები არ დამთავრებულა, კიდე ძალიან ბევრი პრობლემა. მე ვთქვი, რომ ბავშვმა თავად უნდა მოაგვაროს პრობლემა, მაგრამ ასევე არის პრობლემა პრიორიტეტების. ბავშვმა სწორად უნდა გადაანაწილოს თავისი პრიორიტეტები ცხოვრებაში. უნდა იყოს კარგი მოსწავლე, კარგი წარმატებული კარიერაში, თუ უნდა იყოს მაგალითად ძველი ბიჭი, რაც ძალიან ცუდი არის. ძალიან ბევრს გასაკუთრებით ბიჭებს ესეთი ისაუბრთ, რომ თვითდამკვიდრება უნდათ სხვა გზით და ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის მშობლის საქმე პირველ რიგში, ადრეულ ასაკში უნდა ჩავანერგოს და შემდეგ უკვე სკოლაში მასწავლებელმა, მაგრამ მასწავლებელი არ მგონია ბევრს გახდეს, თუ მშობელმა არ გააკეთა ამას სერიოზული ბიძგი. ამიტომ ყველა ბავშვი უნდა იყოს პრიორიტეტებში გარკვეული ძალიან კარგად. ჩემი აზრით ჯერ კიდევ არის ბევრი პრობლემა, ეხლა ჩვენ ყველა ვერ ჩამოვთით, შეიძლება არ გაგვახსენდეს, მაგრამ შემდგომ ცხოვრების მანძილზე რომ გავალთ ამ ოთახიდან რაღაც პრობლემები ისევ წამოიჭრას. არის ჩემი აზრით, რაც ეხლა რო უსმენდი ადამიანების აზრს ამ ბავშვების, მე რაც ერთადერთი გავიგე, ყველაზე გამომიწონა მშობლებთან კომუნიკაცია. ჩემი აზრით, ანუ მშობლებთან დღესდღეობით იმდენად არ არის კომუნიკაცია და მშობელი თამაშობს, აი ცხოვრებაში ამ წლოვანებაში ამ პერიოდში ძალიან დიდ ნაწილს, ყველაზე დიდ ნაწილს თამაშობს, იმიტომ რომ მშობელი არის აი ყველაფერი საერთოდ ჩვენთვის. იმიტომ რომ ის გვასწავლის, ის გვაჭმევს და ასე შემდეგ. მან უნდა გვასწავლოს თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ ცხოვრებაში და ასე შემდეგ.
ესე იგი, კიდე ერთი პრობლემა გამოგვჭა ჩვენ, ეს არის ახალგაზრდობაში. არ ვიცი, ადრე რა ხდებოდა, მე ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ ამ ახალგაზრდობაში არის გარკვეული წამლების დალევა და მით ეგრეთ წოდებული кайფი, არის სასმის დალევა და ალკოჰოლით ეგრეთ წოდებული ისო кайფი. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ახალგაზრდობაში, იმიტომ რომ მე ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომ მოდის და ესე იმეორებენ და აგრძელებენ და ძალიან ცუდი არის. განათლების ნაკლებობა სამწუხაროდ დღესაც იკვეთება საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ერის წარმატებისთვის საჭიროა განათლებული ხალხი. პირველად ილია ჭავჭავაძემ სცადა, რომ საერთოდ ერი განევითარებინა და ესწავლებინა მათთვის. განათლებული ერი არის იმის საწინდარი, რომ თვითონ ქვეყანა იყოს წარმატებული და თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, მაშინ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენც რაღაცით დავეხმაროთ და ჩვენი განათლების დონე იყოს უფრო მაღალი. მე მგონი ისევ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, რომ მშობლებსა და ბავშვებს შორის არის დაპირისპირებები იმასთან დაკავშირებით, თუ ბავშვებს რა უნდათ რომ გამოვიდეთ, რა უნდათ რომ მომავალში გააკეთონ და მშობლებს უნდათ რომ თქვათ მათემატიკოსი ან ფიზიკოსი ან რამე ესეთი უფრო სერიოზულ პროფესიას მოკიდონ ხელი. ხშირად ყოფილა ჩემ მეგობრებთან მიმართება ის შემთხვევა, რომ მათ მშობლებს უნდათ რომ გამოსულიყო, წასულიყო სამედიცინოზე და ისინი წავიდნენ, თქვათ, უფრო სიმღერას ან უფრო ცეკვას გაყვნენ. და მე მგონი ყველას აქვს ეს პრობლემა ოჯახში, რომ მშობლები ფიქრობენ ცოტა სხვანაირად და ჩემი აზრით ბავშვებს უნდა მიუცეთ იმის თავისუფლება, რომ მისცენ თავისუფლება, რომ ბავშვებმა თვითონ გადაწყვიტოს რა უნდათ გააკეთონ მომავალში და რა უნდათ რომ გამოვიდნენ. ჩემი აზრით კიდევ ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ თუნდაც ხშირად ხდება ესეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვი ოჯახში გამოხატავს თავის აზრს პოლიტიკასთან დაკავშირებით და მშობლები ეუბნებიან, რომ პოლიტიკა რა შენი საქმეა, ჯერ პატარა ხარ. ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ბავშვების განსახილავი თემა არ უნდა იყოს პოლიტიკოსები, მაგრამ პოლიტიკასთან ბავშვი უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკაში, რადგან როდესაც ის ხდება უკვე ზრდასრული ასაკის, უსრულდება 18 წელი, მას უკვე ენიჭება უფლება, რომ მივიდეს და არჩევნებში შემოხაზოს ის ციფრი, რომელიც მას მიაჩნია, რომ ქვეყანას წარადგება. არის ძალიან დიდი პრობლემა ინფორმაციის დამუშავების და შეცნობის სრული კულტურა უნდა ქონდეს ადამიანს. იგივე ეკლესიაში თქვა უკან რომ ზოგი დადის სამარიაჟოთან რამე და თუ იგი ბავშვი სწორად არ გააცანის, სახარებას არ კითხულობს, ბიბლია არ წაიკითხა, ძველი ახმა, ახალი ახმა, მას არ ექნება ინფორმაცია და ვერ მიხვდება რისთვის არის ეს კარგი. რომ მშობელო შენ უნდა გამოხვიდე მათემატიკოსიო. აი მე მინდა დავუშვათ, ანუ ეს ცოტა სასწავლო მაგალითად მე მინდა გამოვიდე დავუშვათ მთლელი, ხო? თუ მე გამოვა კაი მთლელი და ჩემ საქმეში ვიქნები კარგი, პატივისცემაც მექნება, შემოსავალიც მექნება და ყველაფერში ვიქნები კარგი, ანუ მშობელზე არა აქ დამოკიდებული. მე არ მაქვს დავუშვათ იმის ნიჭი და ამის ნიჭი მაქვს და მე მინდა ეს გავაკეთო და ეს ვიქნები. ურთიერთობა არ აქვთ მეგობრებს ერთმანეთთან, მაგათად ახალშეძენილ მეგობრებს, თუმცა სოციალურ ქსელში გაცნობილებს, ცოტა იკეტებიან, ვერ ხვდებიან ხშირად ერთმანეთს და მთავარი მტერი ჩემი აზრით მეგობრობის კომუნიკაციის ადამიანისადმი ეს არის სოციალური ქსელი. ითქვა რომ უზრდელობა ძირითადად არის გამოხატული ბიჭებში და ეს უფრო ნაკლებად გასაკვირია, მაგრამ ამ ბოლო დროს აი მე ბევრი მინახია უკვე ისეთი გოგოებში არის ძალიან ხშირი. თუნდაც უფროსებთან და თანატოლებთანაც გოგოები ილანძღებიან, ქუჩაში არიან მუდამ, სვავენ, იგინებიან და რავი, ჩემთვის ეს არის აი სასტიკად მიუღებელი, რადგან ჩემზე მაგალითად ძალიან მოქმედებს აი ნერვებს მიშლის ასეთი გოგო და ჩემი აზრით ერთის მხრივ მშობლის ისიც ფაქტორიც არის, რადგან მშობლის აღზრდა აკლია, თუნდაც არის ვიცი, ვთქვათ, რამოდენიმე ბავშვი, რომელსაც ვერ უბრალოდ არ შეუძლია მშობელს, რომ მას საკმარისი ყურადღება მიაქციოს, რადგან თუნდაც სამსახურის გამო ან სხვადასხვა პრობლემების გამო, რომელიც მასაც აქვს და სჭირდება რომ გადაჭრას ეს პრობლემა. ბავშვებს აქვთ ისეთი პრობლემები, რომ გონიათ, რომ ვერ დაელაპარაკებიან მშობლებს და ეშინიათ, რომ რაღაც არ მაგათად არ გაკითხონ რაღაც ძალიან ისე და ამიტომ ვერ ეუბნებიან და ეშინიათ. ჩემი აზრით არ უნდა ქონდეთ ბავშვებს მშობლებისადმი შიშის გზნობა და პირიქით მათში უნდა გრძნობდნენ რაღაც ნუგეშ და პირიქით ყველაფერს უნდა უყვებოდნენ. ბავშვები უმეტეს დროს ატარებენ ინტერნეტთან, იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, მეგობრები ნახონ, გავიდნენ, თუნდაც იკითხონ, რამე სხვა საქმეც დაკავდნენ, ისინი ატარებენ ძირითად დროს ინტერნეტში, შეიძლება მეგობრებს წერდნენ, 1000 რაღაცას აკეთებენ, მაგრამ
ჩემი აზრით ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენი ასაკის ბავშვებზე და უმეტესობა ესე არის ძალიან დიდ დროს ატარებს, დღის უმეტეს ნაწილს ატარებს კომპიუტერთან. აქ იყო ძალიან ბევრი ნათქვამი პრობლემებზე თვითონ, მაგრამ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიზეზი. მიზეზი უნდა გავიგოთ, რომ გადაჭრათ ეს პრობლემა და მიზეზი არის ერთ-ერთი პირადი მე არ აქვს ადამიანს ჩამოყალიბებული ბავშვობიდან. ეს მშობელმაც უნდა ბავშვებს რო ეუნებიან ეს კარგი ხარ, ეს ყველას ეს უბრალოდ არ ეუნებიან გაახარონ. ეს ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მომენტი საერთოდ, როდესაც ბავშვს აქვს თვითრწმენა და რო იცის რომ მისი საქციელი არის მართალი და იცის რატო არის ეს ყველაფერი, მაშინ ის არ აყვება სხვას, სხვებს რო ყვებიან და არის პირადი მე შეიძლება თქვა ბრბოს, თუ სიტყვა არის, მაგრამ სწორად გამოხატავს ამ ფაქტს. ეს ბრბოს როცა მიყვება ადამიანი, თვითონაც ხდება ბრბო და როდესაც ადამიანი ბრბო ხდება, მას უკვე ყველანაირი პიროვნებისება დაკარგული აქვს. ჩემი აზრით თინეიჯერებში ანუ მოზარდებში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულება, ანუ სიგარეტის მოწევა და ამით იზღუდავენ ურთიერთობასაც და ასევე ორგანიზმსაც იზიანებენ და ჯანმრთელობას უქმნიან და ძალიან დიდ საფრთხეს. ანუ მე ვისაც ვიცნობ და ვინც სიგარეტს ეწევა, ყველას სურს თითქმის დანებება თავის, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და ანუ ბავშვი ამ უბრალო მარიაჟობისთვის თავიდანვე არ უნდა მიეჩვიოს სიგარეტის მოწევას და რაც შემდგომში მის თავის დანებება უკვე ძალიან რთულია. ნიკამ თქვა რომ ბავშვებს ცოტა სიტყვას გამოვიყენებ, თავში უვარდებათ, როცა აქებენ, შეიძლება ამას აკეთებენ მშობლები, ნათესავები და ბავშვს აყალიბებენ, რომ მე ყველაზე მაგარი ვარ, მე ყველაფრის გადაწყვეტა შემიძლია და სხვისი აზრი აღარ აინტერესებს, როცა უკვე შედიან სრულწლოვანი ხდებიან. ხშირად არის რომ სრულწლოვან ადამიანსაც სჭირდება შობლის დახმარება სხვადასხვა თემების გადაწყვეტაში და მე მქონია შეხება ადამიანთან, რომელსაც მთელი ბავშვობა აქებდნენ, რომ შენ ყველაზე მაგარი ხარო და შემდეგ უკვე ისე აუვარდა თავში, რომ ვინ ცოტა ცნობილი არისო, აღარ ეკონტაქტებოდა. არ ვიცხოთ რომ მშობლებმა ისე უნდა ისეთი კომპლიმენტები უნდა გაუკეთონ ბავშვს, რომ ის ამ პარტანობაში გადავარდეს. მე დავამატე ერთი საინტერესო რაღაც, რომ თქვი რომ უნდა იკითხონ წიგნები, ლიტერატურა არის იმისთვის, რომ მან წიგნებს რო წაიკითხა ადამიანი ის იქ არის ძალიან ბევრი ისეთი ნათქვამი, რომ მას არ ჩამოყალიბდება არასწორი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. არიან ფილოსოფოსები, რომლებიც ამას სპეციალურად განიხილავენ. და ეს მე არ მიგულისხმე ის, რომ მშობლებმა უნდა ამ პარტანობაში გადავარდნენ ბავშვი.